მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. ჩვენ ვიმყოფებით ლილო არენაზე და ჩვენ სარგებლობთ Solveris მომსახურებით. ჩვენ გამოვიძახეთ მოძრავი სამრეცხაო, რომ ჩვენი არხის ულამაზესი GT-ერი გაგვერეცხა. თქვენც შეგიძლიათ ის სარგებლოთ Solveris მომსახურებით, არა მხოლოდ სამრეცხაოთი, არამედ მოძრავი ვულკანიზაციით. თქვენ თუ ძალიან დაკავებული ბრძანდებით, ან კომპანია გაქვთ და ყავთ ბევრი ავტომობილი, რომელიც წარმოადგენს სირთულეს, რომ წაიყვანოთ სამრეცხაოში ან შეცვალოთ საბურავები, შეგიძლიათ ის სარგებლოთ Solveris მომსახურებით, გამოიძახოთ მოძრავი ვულკანიზაცია და გამოიძახოთ მოძრავი სამრეცხაო. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უხეში პრომოკოდით და გექნებათ ფასდაკლება ვულკანიზაციაზეც და სამრეცხაოზეც. ლინკს აღწერაში დავტოვებ, ნომერსაც აღწერაში დავტოვებ და შეგიძლიათ დარეკოთ და ადგილზე მოგემსახურებიან. ხოლო რაც შეეხება ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივს, დღევანდელი ვიდეოს სტუმარი გახავთ Mercedes-Benz AMG GT 63 კუპე. როგორ მინდოდა ეს მანქანა რომ მოხვედრილიყო ჩემთან და უღრმესი მადლობა პატრონს რომ მოგცა ეს მანქანა და თქვენი თვითონ უხეშად როგორც თქვენ შეგეფერებათ ისე გადაიღეთ რაც გინდათ ისკენიო და უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რას აკეთებს მეორე GT-ერი რატომ მოვიყვანეთ საერთოდ ზოგადად ცოტათი ვიზუალი შეცვალეს და რო შევადაროთ ძველ GT-ers მაგისთვის მოვიყვანეთ ეს ჩვენი GT-ერი 20-24 წლის მოდელი ულამაზესი ფერი ძალიან განსხვავებული ფერია და ყურადღებასაც კი იქცევდა ქალაქში რომ დავდიოდი ვაკვირდები ხოლმე მაგას რა ანუ ხალხი თუ უყურებს და აკვირდება ესე იგი აი იმ რაღაც ინვესტიცია სამართლეს უფრო გიხარია რომ რაღაც ჰაერში არ გაისროლა შენი ფული იმიტომ საკმაოდ ძვირი ხის დაახლოებით 200 უნდა ესეთი ავტომობილი რო ყავდეთ თქვენ ცოტა დრო გადავახვიოთ და დავიწყოთ აი SLR-დან, McLaren SLR-დან, Mercedes McLaren SLR-დან, რომელიც საერთოდ განსხვავებული დიზაინის, ხო, აი ზვიგენივით ცხვირი, გვერდზე ფარფლები. ეგ მანქანა რისთვის გამოუშვეს? საერთოდ საიმიჯოდ მე ეგრე უყვებს, საიმიჯოდ დააგდეს ყველაზე ძვირიანი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი Mercedes-ი, რომელიც აი არ ვიცი, ყველას ოცნება ალბათ, არა მხოლოდ Mercedes-ის მოყვარულებისთვის, არამედ ზოგადად ავტო მოყვარულებისთვის ყველასთვის განსხვავებული Mercedes-ია და ნუ ყველასთვის ოცნებაა, რატომაც არა, ჩემიც და შენიც და რა ვიცი, ეხლა რო კიშკაობთ და ჩემ ვიდეოს უყურებთ, თქვენიც სავარაუდოდ. სხვათა შორის ეგ გერმანიაში რო ვიყავით, ნახეთ და ნუ აი რაც სურათებშია იგივეა რა, აი სასაკლაოა, ნამდვილი ცივსისხლიანი ზვიგენია. მერე SLS-ი შემოაგდეს, აი ეს კარები რო ზევით ადის, ნამდვილი თოლია ეს კარები, აი ეს ნუ ეგეც საკმაოდ ძვირიანი. იმენა თოლიას ფრთები იყო, აი ამ კარში ალბათ ავდებოდა თოლია, სადღაც დაეცემოდა. ეგეც ჩვეულებრივი მოკვლევებისთვის არ იყო, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ღირდა რა, ანუ რა ვიცი, ეხა უფრო ძვირია, ეგ ორივე მანქანა მე მგონი ძვირდება, არ იაფდება, არც ფასი არ უჭირავს, უბრალოდ აი მიდის და ძვირდება და საკოლექციო მოდელებია ერთი სიტყვით. ნუ მაგასაც თავი დაანებეს და მოდიო ეხა ნურბურგრინგზეო დავაგდოთო ჩვენი სიტყვა ვთქვათო, იმიტომ რომ Porsche-მ ძალიან გაიჯვაო და გამოუშვეს უკვე აი GT წამოვიდა. GT, GTS, GT-R, GTC, რავი, GT Black Series, GT-R Pro და ნუ აი მოაყარეს, გემოვნებით მოაყარეს და აი პირდაპირ ვიძახი ყველა ვიდეოში ნათქვამი რომ გიждები აი ამ GT სერიებზე, ანუ ამ ხაზზე აი ყველაზე მაგარი Mercedes-ია. სხვა Mercedes-ებზე დიდად არ გიждები, მაგრამ აი GT-ზე რა ვიცი, აი GTS-ი ყავდა, GT-R-ია და იდეალური მანქანაა. და GT-ს გაგრძელებაც აი აგერ შემოვაგორთ ლილო არენაზე. ეს არის ბოლო მაგათი, ასე ვთქვათ, აი მოსუპერკარო, მოსპორტულ ავტომობილი, რომელიც Mercedes-მა შემოგთავაზა. ნუ იმაზე აღარ ვიძახი, უკვე Mercedes-მა რო გამოუშვა AMG1 Formula 1-ის მანქანა არის დახურული, შევა street legal-ი, რომელიც არის. ეგეც მე ვიტყოდი, რომ აი როგორც Bugatti საკოლექციო ყავს ტიპებს, რომ პროსტა ყავთ, აი უბრალოდ რო ყავთ, ეგრეა
ეგ მანქანაც, იმიტომ რომ ყველაფერი ქნა, ანუ ტრეკი იმენა იქ დაკეტეს, მაგარო გაიარა ტრეკი დაკეტეს. ნურბურგრინგი ბოკლომი დაადებს, всё, აქ რეკორდი აღარ მოიხსნებაო. ეგეც ვნახეთ, რა თქმა უნდა, გერმანიაში და სასწაულია, მაგრამ ეგ არის, პირდაპირ ეგ ბოლიდია, ეგ როგორ გითხრათ, მანქანა ნაკლებად არის. უბრალოდ ბოლიდით, რომ ქალაქში შეგიძლია გადაადგილება ეგ მანქანა. მაგრამ ეს უფრო მასაზე გათვლილი ავტომობილია. პერფორმანსს მოდი ორი სიტყვით ვიტყვი, სანამ კაპოტს ავხდი, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა. ძველ GTR-ში ან GTS-ში ან რა ვიცი, ნებისმიერ Black Series-ში თუ გადაცემათა კოლოფი უკანა, წონის გადანაწილება სხვანაირთა, ესადმე რომ ჩატე ყოფილიყო, მშრალი კარტერი უყენია, მშრალ კარტერს უყენებენ ხოლმე სპეციალურად ტრეკისთვის გამზადებულ ავტომობილებს. აქ უკვე ეგრე აღარ არის. აქ ჯერ ქალაქს, მერე ტრექსო. და აქ ჯერ ტრეკი და მერე ქალაქიო. აქ არის სხვაობა. ასევე ყველა GT სერიები იყო უკანა წამყვანი, ესენი უკვე ფორმატიკები არის. ისინი ორკასიანი, ანუ 2 სკამი და აქ უკვე 4-ია, რა ვიცი. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, რა ვქნათო, რა შევცვალოთო და რა ვქნათო, აბა ქალაქში კომფორტული იყოს და 2 გვამი კი არა და 2 სკამი დავამატოთო. და ყველაზე ცუდი კი ყველაზე რაც ქნეს, ეგ კორვეცას კი არ უქნია, ამერიკელებმაც კი არ ქნეს ეგეთი რაღაც, რომ GT-ს თუ ხედავდი და ნებისმიერი კორვეტი რო იყო, ყველა არის 8 ცილინდრიანი. აქ რატო გააფუჭეს სიტუაცია. 63 თუ ყავს კი, კარგია, მაგრამ კუზაოს დაუკარგეს ფასი. იმიტომ რომ 43 მოდელიც არსებობს, რომელიც არის 2 და 0. 4 ცილინდრი. არ შეიძლება, არ უნდა არსებობდეს. კუზაოს ფასი იკარგება უკან ცოტა ხანშიო გაიაფდება ეგ მანქანები და ვისაც ტრაკი არ ექნება, ყველა წავა და 4 ცილინდრიანი შემოგრს. მასო უკავშირო ერევი ეგ ექსკლუზიურობა დაუკარგეს, ეგ არის ყველაზე ცუდი. მოდი ცოტა ხანი შევეშვა ტექნიკურ მხარეს, იმიტომ მე ცხენებზეც, სიარულზეც, დაკიდების სისტემაზე და ამ ყველაფერზე ვისაუბრე. ვიზუალს დაუბრუნდეთ. სურათებში სხვათა შორის მე რომ ვნახულობდი, უფრო პატარა მანქანას გავდა, ანუ თათ ეგრეც არ არის. ანუ ზომაში რეალურად იგივე არის, უბრალოდ აქ ცოტა ბუთკუჩა არის, ეს კაპოტი უფრო სქელია, გამოწეულია და სპორტულობა და აგრესიულობა ცოტათი მოაკლდა. ანუ უფრო მიწაზე გათხრეშილი არ ჩანს და მაგიტო გონია რომ ეს მანქანა სხვანაირია, მაგრამ რეალურად ერთი სიგრძეა, ანუ სიმაღლეც ახლა ეს დასაწევია ცოტა ჩვენ მიწაზეა დაგდებული, მაგრამ რაღაც სიუხეშე ცოტათი დაკარგა. თუმცა ძალიან ლამაზი მანქანაა, მინდა აღვქვათ, ძალიან ლამაზი მანქანაა და ეხა უნდა გავიხსენო SL63 რო გადავიღეთ, მაშინ ვთქვი რომ Mercedes-მა გადაწყვიტა რომ 911 Porsche გამოუშვას ხო და მანდ მივდივართ ეხლა. გადახედეს გაყიდვებს, გადახედეს სხვა ბრენდებს, თავის მეზობლად რა, ეს თავის გამოვიდეს, გაიხედეს Porsche-ში, რამდენი 911 იყიდებო, იქნებ რაღაცას არასწორი იქნებ ამ ხალხს არ უნდაო ამ ტრეკზე რეკორდების მოხსნაო და მოდი გავუკეთოთ ისეთი მანქანა როგორც უნდათო და ზუსტად მაგიტოა რომ 2 სავარძელი უკან დაამატეს. შეიძლება ვერ გამოიყენო, მაგრამ დაამატეს. ასევე ფორმები იმიტომაც არის შეცვლილი ამ მანქანაზე რომ ის 2 სავარძელიო ჩადებულიყო, ქალაქში უფრო კომფორტულიო ყოფილიყო, გადაცემათა კოლოფის რობოტი აღარ არის, ნახევრად რობოტი არის, უფრო კომფორტულად რო თავდეს. ერთი სიტყვით ისევ იმას უბრუნდები ამ ტექნიკურ ხარს ბოლომდე ვერ მოვშორდი, რომ უფრო ქალაქისთვის სასიამოვნო ავტომობილი შექმნეს, ვიდრე ტრეკზე საგაზაო. მაგაშიც არის რაღაც პლუსი, ხა ჩვენ კი რაღაცას მიჩვეულები ვართ, რომ გვინდა და უბიცა და მკვლელი და ის და ეს და რავი, ახლა ისინი ფიქრობენ ფულზე, ხო, ხალხს რა უნდა? ხალხს უნდა ქალაქში სიარული და ფეხებზე კიდე შეშა ტაფასავით ესე უამორტიზაციო მანქანით სიარული ქალაქში და ხედავენ რომ არ იყიდება, მაშინ ვიღაცთვის უნდა გააკეთონ. იგივე იყო მექანიკურ გადაცემათა კოლოფებზე. ნახეს რომ ამ ხალხს აღარ უნდა ეს მექანიკა, კი ინტერნეტში შეხვალ და ყველა მაგარი მძღოლი და მექანიკაო და რავი, აღარ უშვებენ, იმიტომ რომ არ ეყიდებათ, თორემ მეც კი მექანიკა მყავს, ყველა ჩემი პირადი მანქანა მექანიკაა, მაგრამ ვიცი გაყიდვა რომ მომიწევს, ალბათ ვერაზოს ვერ გავყიდი. ზუსტად იგივე არის, მოარგეს მასას. მოგეთ, ეს ვიზუალურად დიდად GT-ს, თუნდაც ამ GT-ს არ უნდა შეადარო, იმიტომ რომ ეს არის GT63. რაღაც ვერსიები გამოვა, ნუ GT63 Pro-ც გამოვიდა, უკვე ცოტა სხვანაირი ბამპერი აქვს. მე მაინც ველოდები რომ რაღაც GT-ს შემოაგდებენ, ან GT Black Series შემოაგდებენ, რომელიც უფრო უბიცა იქნება. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ მაგას გააკეთებენ. ეს ალბათ ძველს თუ შევადარებთ, გადის უფრო
ჩვეულებრივ GT-ში და GTS-აც აიტანს, იმიტომ რომ ამასგან მაყუჩები რაღაცები დამატებული აქვს, რომელიც GTS ჰქონდა. დავიწყოთ ახლა ამის დიზაინით. ის ხვირი დაგრძელებული, რომელიც სიტყვაზე ძველ მოდელებს ჰქონდა, აქ ოდნავ შემოკლებულია. ეს ალბათ განაპირობა იმან, რომ ეს კაბინა ცოტა წინ გადმოიწია, რომ უკან ადგილი ყოფილიყო, რომ რა ვიცი, ის +2 სკამი რო დაამატეს, რაღაცა სივრცეს მოიცავდა და კაპოტი ოდნავ დაპატარავდა. წინა ბამპერი შეიძლებოდა უფრო აგრესიული ყოფილიყო, ცხაურაზე არაფერს არ ვიძახი, Mercedes-ის ცხაურა მომწონს, ლამაზია, თავის დიდი Mercedes-ის ლოგოთი. კი ბატონო. აი აქეთ ხარეს უფრო მეტი აგრესია მჭირდება, მაგრამ ალბათ მაგაზე უკვე ტიუნინგ კომპანიები იზრუნებენ და მინიმუმ რაღაცა მკვლელ ტუჩს გამოუშვებენ, რომელსაც მე აუცილებლად გადავარტყავდი. ასევე ფარების ეს daylight-ი რაც ზევიდან ეს 3-8 უხდება. იდეალურია. ეს ხო პირველი გამოშვება კიდე facelift-ები რო წამოვა, იქ არ ვიცი, ალბათ კიდე უფრო დახვეწავენ. მე ყოველთვის ვიძახე, ბევრი არ მეთანხმება, ბევრს უყვარს, რაც უფრო ქარხნულია მანქანა. კი ბატონო, ეს დისკები შეიძლება გიждდებოდეს, ვიღაცას მოწონდეს, მაგრამ მე ის კატეგორია ვარ, რომელმაც დისკი უნდა დააყენოს სხვა ბრენდის, აი ცალკე დისკების კომპანიები რო უშვებენ დისკებს, ეგ დისკი უნდა დააყენო შენი გემოვნები, შენი შეზნექილობით და შენი დიამეტრით. დააგო. კი ბატონო, შავი დისკები ამ ულამაზეს სისფერს უხდება, ანუ თლიანობაში როგორც ქარხნული მანქანა ეგრე შევაფასოთ, ძალიან ლამაზია, ძალიან. აქ გვიწერია ვერვა ბიტურბო ფორმატიკ პლუსი, კი ბატონო, fake საჰაერო, ეს ამერიკელებისგან რაღაც ყველაფერი ცუდი როგორ უნდა ისწავლონ და გადაიყონო, fake საჰაერო, კარბონის სარკეები გვაქვს, კი ბატონო, კარგია. ესეც კარბონია, კარნიზი ქვევიდან, მაგარია, დიდი პლუსი, ის ფორმა რო დატოვეს, რა თქმა უნდა, GT-ის ფორმა იდეალურია. ეს საშინელება, აი ეს აჰა, უკვე უბრახუნებს, ეს არ მომწონს. ეგეც გემოვნების ამბავია, მაგრამ მე არ მომწონს. მით უმეტეს სპორტულ მანქანაზე ესეთ რაღაცებს ნაკლებად მივესალმები. უნდა იყოს მექანიკური, მარტივი, პრაქტიკული და ასე შემდეგ. ეს დიდი დისკი მაინც არ ყოფნის უზარმაზარი კრილოშია, 21-იანია ყოფნის, მაგრამ მე იმას გულისხმობ, რომ სიგანეში პატარა ფლიანეცი უნდა გადაარტყა. ქარხნულად არ შეიძლება ის ნორმები რომ დააკმაყოფილოს, დისკი არ უნდა იყოს გამოწეული კრილოდან. საჰაერო, ვითომ საჰაერო, არ ვიცი რატო გადაწყვიტეს გერმანელებმა, ამდენი fake რაღაცის დამატება. უბრალოდ არ ვიცი. კაი, ხა fake მაყუჩებზე არაფერს არ ვიზახი, ეგ ზოგადად მაგაზე მე მგონი ლაპარაკით აღარ ღირს, იმიტომ რომ Mercedes-ი ესე უშვებს. ლამაზი უნდა რომ იყოს გარედან ეს ნასატკები გარედან რომელიც აი AMG როა წერია მივესალმები შავები საკაიფო კარბონის დიფუზორი მოდის აქეთ აქაც ფეიქია ანუ ისია გაკეთებული ეს დიფუზორი რომ დიფუზორია მაგრამ თლად დიფუზორი არ არის უფრო ვიზუალური მხარია და ასე შემდეგ მომგვალებული ტრაკი და ყველაზე განსხვავებული რაც ხდება ამ მანქანაში ეს არის უკანა სტოპები ანუ უკანა განათება რომელიც რადიკალურად განსხვავდება ძველი მოდელისგან. რას ვფიქრობ ამებზე? იმას ვფიქრობ, რომ მომწონს, მომეწონა, მართლა ლამაზი, აგრესიულია და ასე შემდეგ. ჩემ გემოვნებაში ამ ფორმებს უხდება იდეალურად. და აქტიური სპოილერი, რომელიც სიჩქარეზე ამოდის, რა თქმა უნდა, ღილაკითაც შეგიძლია ამოწიო, არ ვიცი რატომ უნდა აწვალო ღილაკით. ასევე ეს არა აქ. რა აქ ჩემი შეხედე. სპორტული მანქანა. უზარმაზარი საბარგულია, ბევრ რაღაცას ჩადებ. ანუ სამგზავროთაც უკვე შეგიძლია მართლა ბევრი ნივთები ჩადო და ქალაგარეთ თუ მიდიხარ, აბა ეხლა ამით ეხლა ცემენტს არ ატარებ და ქალაგარეთ თუ მიდიხარ, ეხლა ის ხალხი ვინც მოყვება, ყველამ წესი და რიგით უნდა ჩატიოთ რაღაც 1-2 პატარა ესე ჩემოდანი შეგიძლია ჩააგდო. რა გითხათ? აი იმ 911-ის თემას დაუბრუნდები. ბევრმა რომ გამკიცხა რომ აი 911 არა ის გამოუშვაო. რეალურად შეშურდათ ცოტა, იმიტომ რომ 911-ები და ზოგადად Porsche მაგრა იყიდება და აი Mercedes ეთყობა რაღაც ჩურიანი თვალებით იყურებოდნენ და არ გინდა სპორტული და კაი ცხოვრებაო და გამოუშვებთო ისესო როგორც თქვენ გინდათო და მიიღეთო და დააგდეს ეს მანქანა. მოლოდინი ხალხს ჰქონდა რომ უფრო ბრუტალური უნდა გამოეშვათ, ვინაიდან წინა
GT სერია თითქმის იდეალური ავტომობილია და ამაზე ხო ხდებით როგორი რაღაცა რომ აი უფრო და იქ ეხა იქ მარკეტინგულად და იქ კომპანიას რაც ჭირდებოდა იქ სხვანაირად იფიქრეს და სხვანაირ მანქანა შემოგთავაზეს. ალბათ ძალიან ბევრი გაიყიდება, იმიტომ მანქანა მართლა ძალიან მაგარია და მაგას მხოლოდ დრო ჭირდება. დრო გვაჩვენეს რამდენი გაიყიდება და როგორი პოპულარობით ისარგებლოს. კიდე გავეცნობით ინტერიერს განახებ, სიარულს განახებ, როგორ ჩქარდება მაგასაც განახებ და მოცურებაც მინდა სპეციალურად ჩამოვედი ლილ არენაზე რომ ნახო ამ მანქანის მოცურება. ეთიშება წინა წამყვანობა ხდება უკანა წამყვანი და დრიფტი შეუძლია. ძალიან ბევრი ვილაპარაკე და უკვე მოძრაობაში გაინტერესებთ ეს ახალი მონსტრი. ამიტომ ამოვქოქოთ შვენიერი მზია, ქარს უარ ჩავთვლით და ნახოთ როგორ დრიფტავს. ნუ დრიფტს ეძახი მინიმუმ დონატი მაინც უნდა შევკრათ ამ მანქანით. წავედი. შეგვიძლია უკვე რეჟიმები გავააქტიუროთ, ანუ დრიფტ მოუდი რო ჩავთვალოთ, ჩამანებთან გადარეკილი იყო და მოვალთო, იმიტომ ეს BMW-სავით ერთგლაკს დავაჭირე და всё დრიფტში ვარ, ეგრე არ არის. აქ ცოტა უნდა რაღაც ეჭორაო, გამოიკვლიო, შამანები მოვიდნენ, რაღაცა რიტუალი ჩაატარონ და მე რა თქმა უნდა მოგცემს ეს მანქანა საშუალებას, რომ ცოტათი ტრაკი მოიქნიო. მოდი გადავიდეთ პირდაპირ მაგ რეჟიმზე. საჭიდანაც შემიძლია აქ დავატრიალო. ანუ ტრეკ მოუდი უნდა ავირჩიო. აქ დრაივი და მანუალი გვაქვს, ანუ დრაივი თავის ავტომატიკა რო იყოს, მაგრამ ჩვენ დრიფტში გვჭირდება მანუალი, ჩემით უნდა გადავრთო. საჭედან აქვს ერთი შიფტერი, რომელთაც შემიძლია სიჩქარე მოუმატო და ნუ რამენაირად უნდა გავარტყა იქ ხელი, რომ მეორე სიჩქარეში ჩავაგდო. ან პირველი, ან მეორეთი, მაგას გავიგებთ ახლა. ასევე მოცურების გათიშვა თუ გვინდა, ერთხელ დავაჭერთ დაგვეწერა sport handling mode, მაგრამ ამას უფრო ტრეკზე იყენებს ხალხი ვის დროზე დადის, ან ჩქარასი არ უნდა, ჩვენ დრიფტისთვის გვჭირდება ბოლომდე რომ იყოს გათიშული მოცურება. ამიტომ ისევ ამღილაკს დიდი ხანი უნდა დავაჭირო. გაწითლდა ავტომობილი მონიტორზე და რა თქმა უნდა აქ off დაეწერა. მან დასრულდება. ეხლა ორივე ეს შიფტერი ეგრეთ წოდებული უნდა მოუკაჩო და მე გვეუბნება მზად ხარო, დარწმუნებული ხარო და ამას რომ დააჭერ. შენ უდასტურებ, ანუ ხელს აწერ, ეშმაკს მოაქვს ესეთი ხელშეკრულება და იქ ხელს აწერო, შენ მზად ხარ მაგ ყველაფრისთვის. მე ის გადამრჩენია გავტესტო, ჯერ პატარა დონატით დავიწყებ და მე უკვე რომ გავუთამამდები და გავუბლატავდები, ერთმანეთს რომ გავიცნობთ, მე რა შემიძლია უკვე ცოტა დიდ დრიფტზეც წავიდე. გავტესტოთ პატარა დონატით. ყვამლით გინდა და აი გაზი და ვერ გავიგებ ფეხს მეგრე. უსაყვარლესი ჩემთვის მონაკვეთი მოვილიეთ უკვე დრიფტი, რა თქმა უნდა, ცოტა სუნიც გავანიაოთ, ეხა ახალი სუნი მივცეთ ჯოსი. ნუ ვეცადეთ რომ ფერში ყოფილიყო მანქანასთან. ზუსტად ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ნუ ესეც ცისფერია და მანქანასაც შეგვიძლია თამამად ცისფერი ფერი უწოდოთ. საკმაოდ ბევრმა აღნიშნა რომ ფერი მოეწონათ. აი ძალიან ბევრი გადაკრულია თუ ნამდვილი ფერი არისო, ყველა მაგას აღნიშნავ და მე კარებს უღებდი და მეთქი ეს თავის ფერია კარხუნ ჩემო ძმაო. ბევრი მწერს ხოლმე რომ სად შეიძლება შევიძინო. ბენზინ გასამართ სადგურებზეა მარკეტებში და სხვა მარკეტებშიც არის.
შეგიძლიათ შეიძინოთ ეს დახლებია სპეციალური ჩვეულებრივი ჯოები როგორიც არის ეს ჩვეულებრივში გულისხმობ რომ აი გახტილი ჯო და მე უკვე GS-ის ჯო უხეში ჯოებიც არის აბა Mercedes-ის გრილი თუ აიტანს ახლა ჩვენ ჯოს რომ თავისი ადგილი მიუჩინოთ მოკლედ ორი სიტყვით დრიფტზე რო არ თქვა ახლა ეგრე არ გამოვა ვერ ავწდებით მაგას საკმაოდ კარგად დრიფტაობს არც ხიდმა ამინთო არც შიქუარა გაქო დამიწერა არაფერი არ უთქვამს იმიტომ რომ დრიფტ მოუდი აქ ამ მანქანას და რომ გათვალეს სისტემა ჩაუმონტაჟეს ისეთი რომ დრიფტი შეგეძლოს დრიფტ მოუდს რომ გააქტიურებ უკვე დადიხარ სხვათა შორის ძალიან კარგად. ნუ ერთადერთი მინუსი, რაც უნდა აუგნიშნო, ის არის რომ ზოგადად Mercedes-ებს რომ ნუ გადასართვალები რო არ გაქვს სიჩქარეების, მარტო შიფტერები რო გაქვს და ორივე რო საჭეზია ინტეგრირებული საჭესო დაყვება, აქედან ერთი არის მარტო სიჩქარის მომატება, ანუ სიჩქარე მაგათ მეორეთი თუ დავიწყოთ და მესამეში გვინდა გადავართოთ ამ პირიქით პირველიდან მეორეში, რთულია საჭეს გაარტყა ხელი და სიჩქარე მოუმატო. მაგრამ მაგასაც ასე თუ ისე დაამუღამებ. თუმცა ეგ არის ერთადერთი ხელი შემშლელი ფაქტორი. ზალა ამ მანქანას არ აკლია, ხიდი ბლოკავდა იდეალურად, პროფესიონალური დრიფტკარი რა თქმა უნდა ვერ იქნება ქარხნული ავტომობილი და რასაც ველოდებოდი, ის ჩემი მოლოდინი გაამართლა. თან ყველაზე მაგარი ფუნქცია მაინც ისაა დღესდღეობით, ჩემი აზრით რომ 4-ვე წამყვანია და შეგიძლია წინა წამყვანობა ჩაუხსნა, BMW-ებსაც აქვს ეგ რა თქმა უნდა და ნუ ამ ჩვენ GT63-საც აქვს. დრიფტზე ეგ იყო რაც მინდოდა მეთქვა. ერთი დიდი პლუსი ჩემგან. მარტივი სამართავია. ნუ დონატები და ბუღის დაყენება ხო საერთოდ. ეხლა ჩვენ გამოვედით ქალაქგარეთ GT კლასია და ნავი გავიაროთ, ვნახოთ ქალაქგარეთ როგორია. პირველი მინდა შევადარო SL63-ს, რომელიც გადავიღეთ გერმანიაში, ზედმეტად ხისტი იყო. არა და ორივე მანქანა არის ერთი და იგივე. ანუ მართლა ერთი და იგივეა, თავის პერფორმანსი, თავისი ყველაფერი. კონკრეტულად ეს და ის რომელიც გადავიღეთ. მაგრამ იქ ინგრეოდა. არ ვიცი, რა ვიცი, რა მოსპეს არ ვიცი. გერმანიზმები არ ვარგოდა. ხო, უეჭველი. მართლა რა სხვაობა იყო, მაგაში ვერ გავიგე, იმიტომ რომ ზედმეტად ხისტი იყო. ეს არ არის ეგეთი ხისტი. ქალაქგარეთაც ნორმალურად დავდივარ. ქალაქშიც კომფორტულად დავდივარ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ხისტი არის სპორტული მანქანა, მაგრამ აი ის ბრაგუნე რაც იმ მანქანას ჰქონდა, ეგეთი არ ჭირს. ხისტი არის ახლა სხვანაირად ვერ იქნებოდა. სავარძლებს მინდა შევეხო, სავარძლები, ეს სავარძლები ნუ არ მომწონს, არც მესელში არ მომწონს და არც აქ არ მომწონს და ის ნახევრად სპორტული კოშები დავარქვათ, მოდი, რასაც ვეძახით, მაგრამ ზურგი გადადის. ბაკეტსიც, ნახევრად ბაკეტსიც, Mercedes ძალიან ლამაზი სავარძლები აქვს და ეგენი მოუხდებოდა. კომფორტულად აქაც ვარ, მაგრამ ვიზუალურად არ მომწონს. ნუ ჩემთვის თავარი მაინც ვიზუალია. ინტერიერზე ზუსტად იგივეა, რაც SL-ი იყო, ბევრს გაქვთ ნანახი ეგ ვიდეო და მაგიტო ვადარებ, ზუსტად იგივეა. ყველაფერი აბსოლუტურად საჭეც, ბარის, მონიტორიც, თავარი მაჩვენებლების დაფა, აქეთ ციფრული მონიტორი რაც გვაქვს, ნუ ტორპედოც თითქმის ყველაფერი იგივეა, ყველაფერი აბსოლუტურად. მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვით გავიაროთ. საჭე მომწონს თავისი ღილაკებით, აი ეს სპორტული ღილაკები, რომელთაც შეგვიძლია გადავართოთ, რეჟიმები შევცვალოთ. მენიუში შეცვლათ უგინდა, აქედანო შეგვიძლია აქ დავაჭიროთ ღილაკს და აქ უკვე მენიუში ვართ. აქედან შეგვიძლია რაღაც ვაფათუროთ ხელები, მოვირგოთ ავტომობილი ჩვენზე და ინდივიდუალ რაც არის, ინდივიდუალ იმენა ქართულ ინგლისური აქცენტით, ინდივიდუალიაც არის, მან შეგვიძლია პირდაპირ უკვე წინასწარ დააყენო ის რეჟიმები, რომლებიც შენთვის არის მისაღები, ან ტრეკზე თუ ჩადიხარ და იცი რა გინდა და მე რო აირჩევ მაგას, უკვე ავტომობილი იქნება იმ რეჟიმში, რომ გადატენილი საბრძოლო მოქმედებაში იქნება, პირში მიცემული იარაღი, ხო იცით, ტყვია, აეგრე იქნება და შეგიძლია აბაბანო ეს ავტომობილი. ერთი სიტყვით, ამას მივესალმები, რა თქმა უნდა, ეს თქვათ სიახლე არ არის, სხვა AMG-შიც ხდება ესეთი რაღაცები, მაგრამ საჭეს ნორმალურია. კარბონი, ალკანტარა. კარბონის ნაკლებობას ამ მანქანაში არ გძნობ, იმიტომ რომ აქ გვაქვს კარბონი, საჭეზე გვაქვს კარბონი, ბარზე გვაქვს კარბონი და ასე შემდეგ. უხდება კარბონი სპორტულ მანქანაში, შეუცვლელია ჩემთვის. რაც არო სულ ბაობაბის ხისგან იყოს ყველაფერი გაკეთებული, მაინც კარბონი მირჩევნია, იმიტომ რომ კარბონი ჩემთან ასოცირდება სპორტულობასთან და ნუ რა თქმა უნდა ლამაზია. მაჩვენებლების დაფაზე აქ მაინც გადამოვალ ერთს, ძალიან კარგად გამოიყურება, ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რომ ეს დიზაინი, ნავი ევროპელებს კარგად გამოსდით. ციფრული, აი მონიტორი ყველაფერი ლამაზია. ერთადერთი გარედან ტორპედოზე აქეთ აი შუაში რომ ნაწილი აკლია, ანუ მე რომ მართავ მანქანას საერთოდ არ მაწუხებს, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხედავ მაგას, მაგრამ გვერდიდან ჩანს რომ თითქოს რაღაც დაუმთავრებელია. იგივე იყო SL-შიც. ეხა მაინც ძველ GT-ს მინდა შევადარო. ერთი მოსაზრება მინდა გავაჟღერო და მე უკვე შევადაროთ.
ისევ იმას დაუბრუნდები დასაწყისში ვახსენ რაღაც რომ იდეალურად გამოგივა, ძალიან რთულია რომ მაგის მერე შენი მომხმარებელი, შენი ფანები, შენი ბრენდის ფანები გააოცო. იმიტომ რომ აი იქ ბარზე ეს ღილაკები რო გაქვს, აი ყველაფერი აქ რო გაქვს და რაღაც კოსმოსურ ხომალს რო ვადარებ ხომ, შატლი რო არის. თუნდაც აი აქ რო ისენი გაქვს, რა ქვია, საჰაერო 4 რო გაქვს. აუ რაღაცა ხდება, თან ქვევითხარ უფრო აქედან იყურები. აი მენა რაღაც გადატენილი ზიხარ, ანუ გინდა არ გინდა ვერ დუნდები, აი სულ მოჭიმული ზიხარ. აქ უკვე ეგ აღარ არის, იმიტომ რომ თანამედროვეობამ შეცვალა ეგ ღილაკები, აი ამ მონიტორზე გაქვს ყველაფერი. ამიტომ ის ღილაკები საჭირო აღარ არის. ძველში ღილაკები გაქვს ქვევით რეჟიმების იგივე რაც საჭეზე გაქვს, აქ რეჟიმების ღილაკები გაქვს, ყველაფერი აი სათითაოდ გაქვს გამოტანილი. ასევე ზევით გაქვს, გავიხსენოთ კლიმატის ღილაკები. აქ უკვე ეგენი საჭირო აღარ არის, ეს დამატებით ღილაკები რა იდეაში მართალია რომ ფუნქციას კარგავს, იმიტომ რომ აქ ღილაკი და მონიტორის თაჩია და იქიდანაც რეჟიმები შეცვლა Z11-ია, ანუ ამდენი რაღაც არის Z11. თუმცა მაგას უბრუნდები რომ ძალიან რთულია მაქედან გააუმჯობესო ვიზუალურად, თორემ პრაქტიკაში, პრაქტიკულად ეს პრაქტიკულია, იმიტომ პირდაპირ აქვია დააჭერთ ის და ეს რეჟიმი არჩეული გაქვს. მაგრამ იქ განცდა გაქვს რაღაც ამდენი ღილაკების და სადღაც უნდა გაფრინდე, თორემ რეალურად საჭიდანაც irჩევ და აქედანაც irჩევ. იმას თავისი ინდივიდუალიზმი უფრო აქვს, აი მარტო GT-ში ხდება ეგ ყველაფერი, არც ეკლაში, არც იმაში, ზუსტად ეგრე, ანუ მიმსგავსებული შეიძლება იყოს, მაგრამ ზუსტად ეგრე არც ერთს არ აქვს და ესეთი სალონი უკვე სხვა Mercedes-ებში ხდება. ასევე სტარტ-სტოპის ღილაკი, აი იქ სადღაც კეთილებშია შეტენილი, აი მენა ხელი, აი უნდა გააძვრინო ხელი და თითი დააჭირო, ანუ შანსი არ არის ღილაკს დააჭირო თითი ისე რომ ან საჭეს არ გაარტყა ხელი, ან მონიტორს, აი გამორიცხულია. აი უნდა შეყო ხელი რა, სადღაც ტრაქში უნდა შეყო ხელი. კი ბატონო, რავი, სად შეიძლებოდა, აქ შეშეიძლებოდა. გადასართველი არაფერი არ გაქვს. აი აქაც რო ყოფილიყო ღილაკი, ეგის ნორმალური იქნებოდა და ზუსტად აი იმას გაიმეორებდა, რაც ძველ GT-ს ქონდა. აქეთ სიტყვაზე, რავი, სტარტ-სტოპი და აქეთ რაღაცა მოეფიქრებინათ კიდე ხრელიოს და. ისეც რო ისა. ML-ვით რო დაუყენეს რიჩაკი. მაგარი იყო აქ. არც AMG-ს ლოგო არ აქვს, არაფერი აქვს, ლოგო მოუხდებოდა ამას. ძალიან მოუხდებოდა, რომ AMG-ს ლოგო ქონოდა. ლოგო, იმას აქაც AMG-ს ამოთვითრული. ხო და მაგას ვიძახი, არა აქვს მეთქი და მოუხდებოდა, რაღაცა უნდა დაეტოვებინათ. აი ეს ღილაკი რამენაირად ინჟინრებს უნდა ჩაეკვეხებინათ აქ. ძველში გვაქვს ერთი მთლიანი, აქ უკვე ღილაკზე ორ ნაწილად იხსნება ჩვენი სათავსო, უხეში სათავსო. რა თქმა უნდა, იქ უკვე დენის წყარო გვაქვს, ანუ შევაერთოთ სატენი. აქაც გვაქვს Type-C შიგნით, აქ ორი ჰელი გამზადებული. ეს ჰელი როგორ არის? იმდენი დავuliეთ დღეს რომ კიდე აი რო უყურებ კიდე მინდება, მაგრამ შევავსეთ მარაკი. ხო. ჭერსაც შეეხება ალკანტარაში, ჩვენ შუშის ჭერით არ გვაქვს, ანუ პატარა პანორამები, რაც მოყვება ხოლმე, ჩვეულებრივი ჭერი გვაქვს, კარბონებითაც არის. აქაც სასიამოვნო მასალაა, ნორმალური ტყავია, ნამდვილი ტყავია. სტროჩკები როგორია? საკაიფოდ მიდის, სხვათა შორის ნორმალურად მიდის, არ არის ძალიან აბდაუბდა, ფაქტიურად ძალიან კი არა და ჯერ ვერ ვიპოვე ადგილი, სადაც არეულია. Mercedes-მა ბოლო პერიოდში ეს დაიწყო რაღაცა მიფინაჩება თუ მიფუჩეჩება და აქ ეგ არ იგრძნობა, იმიტომ რომ ყველაფერი სწორად მიდის იდეალურად. რა თქმა უნდა, ტყავის შემცვლელი არის ორიგინალი, ანუ ცხოველები არ გაატყავეს ამ ტყავისთვის, გერმანელები და ევროპელები ზოგადად მაგას აღარ აკეთებენ და მივესალმები. ნორმალურად, კარგად გამოიყურება. ანუ უფრო ელეგანტურად გამოიყურება ვიდრე ძველ GT-შია. ანუ იქ უფრო რაღაც სხვანაირად სპორტულადაა, რა ვქნა, ეხლა სუბიექტური ვარ, მაგრამ იქ უფრო სპორტულადაა. აქ ელეგანტურად იგრძნობა, რომ ახალი მანქანაა. ეგ გემოვნების ამბავია, თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ესეც და ისიც. ასევე ბუნმეისტერი გვაქვს. არ მიყვარს ხოლმე აუდიო სისტემაზე საუბარი, იმიტომ რომ რო ვერ უწევ მუსიკას ხმას, იმიტომ YouTube-მა შეიძლება რეპორტი გადაგვარტყას, აი მაგის გამო არ მიყვარს ხოლმე და არ მაგრამ ბევრი რო წერთ ხოლმე რომ აი საუნდ სისტემაზე თქვი რამე, აგერ არის საუნდ სისტემა, მენდე ტატუიშაიოა, კაი ხმას. ამდენი სიარულის მერე, ამდენი დრიფტის მერე საწვავის ნელ-ნელა ქვევით მოიწევს, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია მაგის გზაზე ახალი ბენზინ გასამართ სადგური გაიხსნა ვისოლის და იქ მივალთ, ცოტა სავიხემზე, ცოტა დავისვენებთ, საწვავს ჩავასხავთ. ზალებს მოვიკრებთ და ლამას ხედებზე გავიკატავებთ ამ მანქანით და იქაც გადავიღებთ ჩვენ ულამაზეს AMG GT60-ს.
ჩვენ ვიმყოფებით ჟინვალის წყალსაცავთან ახალ ფილიალში, ვისოლის ახალი ფილიალია და ახალი სმარტია გახსნილი. გავჩერდით რომ საწვავი მოვიმარაგოთ, ცოტა ჩავასხოთ იმდენი ვიარეთ ამ ავტომობილში. რა თქმა უნდა, აპლიკაციას ვიყენებ ვისოლის. თქვენს თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადმოწერილი აპლიკაცია, შეგიძლიათ გადმოიწეროთ და რა თქმა უნდა, ფასდაკლებები თქვენ შეგხვდება და თქვენს გეკუთვნით. ასევე სმარტში შევალთ ახლა ჩვენთვის საყვარელი სნეკები რო ავიღოთ, ცოტა შევისვენოთ და რა თქმა უნდა ჰოთ-დოგები უნდა დავაგემოვნოთ, რომელიც არის ახალი პურით. ეხლა შევიდეთ, ცოტა ხანი დავისვენოთ, ძალები მოვიკრიბოთ, რომ ისევ ისეთი უხეშები გავხდეთ, როგორებიც ვიდეოს დასაწყისში ვიყავით. დროა უკვე კვიცებზეც ვისაუბროთ, კაპოტს ავხადოთ, არც თუ ისე პატარა კაპოტია და აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ, ეს გრილდება რა, გრილდება აქ რომ მოვგაზაურდეთ. რაც იციან, რა თქმა უნდა 8 ცილინდრიანი 4-დან 0 მონსტრი. რა თქმა უნდა 2 ტურბოთი, ესე იგი ბიტურბო არ ღალატობენ თავის პერფორმანსს, მე ჩემი მთელი AMG-ის პერფორმანსი არის ეს ძრავი. სხვა დანარჩენი იქ რა დაამატეს და რა მოიგონეს არ ვიცი. ეს ძრავი თუ დევს, ესე იგი ის უკვე ჩემთვის საინტერესოა. 8 ცილინდრიანი ბიტურბო, რამდენი ცხენის ძალას გამოიმუშავებს ჩვენი ახალი AMG GT 63, გამოიმუშავებს 577 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ-მეტრს. ესე იგი ნიუტონების აი 800 მაგრაჯხეს და აი 577 რაღაც ციფრია, არ მომეწონა. აი მე 577 გაუთანაბრდი. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ძველი რაღაც უნდა ექნათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი 6-იანით უნდა იწყებოდეს ცხენი, აი 6-იანი და მე აღარ აქვს მნიშვნელობა. თუ გინდა, რავი, 601 ყოფილიყო, მაგრამ 6-იანით უნდა დაწყებულიყო აუცილებლად. წიხლის ჩაჭერას არ ვაპირებ, მაგრამ 577 ცხენის ზალა ხო, რა წლების წინ არ იყო ცოტა, იმიტომ GT-ს მაგდენი ქონდა ძველს. ჩვენს ქარხნს სტოკს. რა თქმა უნდა, ყურები არავინ არ ჩამოყაროთ, შეგიძლიათ ამაშიც ეგრევე კატალიზატორი ამოაგდოთ და აი სასწაული ხმა ქონდეს. ეხლა რო ხმა ნახევარი შიგნით დინამიკებიდან მოდიოდა, აი თავს მოვიჭრი. აი შანსი არა, დინამიკებიდან მომდიოდა ხმა. ნუ ეხლა 4 ცილინდრიანზე არც ვკითხოთ, საერთოდ არ მაინტერესებს რამდენი ცხენი აქვს. ანუ აი საერთოდ ეკობუსტი მუსტანგივითაა ჩემ თვალში. ანუ აი ავიცი, ეკონომია, სპორტული მანქანა. არა, ოღონდ მართლა ვიზახი. აი მენა ღმერთი მოწმია, რომ არ დამიგუგლავს რამდენი ცხენი აქვს. ცოტა მეტი ცხენი აქვს, ცოტა მეტში იგულისხმება 30 ცხენით მეტი აქვს რა პროს, AMG GT 63 Pro-ს, აი ძალიან ცოტა ცხენი აქვს მომატებული და რაღაც ეტაპობრივად ესე ზრდიან. კი ბატონო, გასაგებია. მე მაინც ველოდები i-performance-ზე უკეთეს. i-performance აქვს 800 ცხენის ძალა და რავი 1200 ნიუტონი თუ არ ვწდები, ან ნიუტონები კიდე უფრო ბევრი აქვს, მაგრამ 800 ცხენი აქვს პლუსით უეჭველივიც. i-performance, ესე იგი plug-in ჰიბრიდი არის, მეტი ცხენი აქვს, რაღაც ყველაფერი გაუკეთეს რო ქონოდა, მაგრამ წონაშიც იზრდება და იზრდება. 2 ტონა და 200-ია ის. საკმაოდ ძიმია რა. ანუ ანუ იყო ესეთი დრო, ერთ დროს უნდა მეთქვა, მაგრამ იყო ესეთი დრო, როდესაც გადაობდით, მთელი ინტერნეტ სივრცე გადაობდა, რომ ჩელენჯერიო, ანუ ყველაზე მძიმე სპორტული მანქანა, ჩელენჯერიო რა იყო? ანუ განა საქართველოში ან თბილისში ან რავი, რომელიმე უბანში კი არა, ანუ მთელი ინტერნეტ სივრცე ავტომოყვარულების გადაობდა იმაზე, რომ
ყველაზე მძიმე საგანი დედამიწის ზურგზე იყო ჩელენჯერი და ეხა რა ხდება ვერ გავიგე რა იყო ეგა შუტკას ხვებს არ ეხებათ თუ რა არის ვერ რაც ხენი მოუმატე რამდენიც გინდა 2 ტონა და 200 არის i-performance ესეთი ზუსტად plug-in ჰიბრიდი ეს ნაკლებია მაგრამ არ გეგმოთ რომ ჩატია ესეც საკმაოდ მძიმეა 2 ტონამდე არის აი ტონა 970-ია ну აი კატასტროფულად მძიმეა საკმაოდ. ძველი GT-რები იყო ტონა 600-დან 700-მდე. ანუ ეგ უკვე ისეთია, აი მანდ უკვე იწყებოდა სიმძიმეები, მაგრამ იქ ეს დიდია, ეს არის რაღაცები გიმძიმებდა მანქანას, მაგრამ ეხა 2 ტონა, ანუ არ უნდა ახვიდე რა, 2 ტონას აღარ უნდა გასწე, ანუ სადღა მიდიხარ სატვირთოს ხო არ უშვებ. რა თქმა უნდა, მაგ წონას აი ესეთი სამუხრუჭე სისტემა თუ უშველის, იმიტომ რომ უზარმაზარი თუ არ დააყენე, ეს მანქანა რო აჩქარდება, თამითო 3 და 2 უწერია 0-დან 100-მდე. ანუ ეგრე მარტივად რო ჩქარდება, რაღაცამ ხო უნდა გააჩეროს. ზუსტად მაგისთვის AMG-ს უზარმაზარი აპორნები თავის სუპორტებით, ასევე შეგიძლია შეუკვეთო კარბონ კერამიკული, ეგეც შეგიძლია, ანუ ოპშენში არჩიო და მეც გადაიხდა კარბონ კერამიკული გექნება, მაგრამ კარბონ კერამიკა პირდაპირ ვიძახი, აი ტრეკ დეიზე თუ არ დადიხართ, ანუ საერთოდ არ გჭირდებათ რა, აი ზოგს უნდა სამარიეჟოთ, მაგრამ რეალურად არაფერში არ გჭირდებათ კარბონ კერამიკული მუხრუჭები, თუ ტრეკზე არ დადიხართ. აი მთელი დღის განმავლობაში მინდოდა დამემალა ეს რაღაცნაირად დამემალა რა არ გამომეჩინა რომ მე არ გეთქვათ რომ აი ყველაფერზე მანქანას რაღაცა ტვინს მიზეზებს ეძებ შენი მოსაწონი მანქანა არ არის და აი რაღაცეები მხვდება ხოლმე კომენტარებში აი არც გაგვირეცხია ეხლა ვიძახი არც გაგვირეცხია არც წვიმს არც სადღაც სიცხეში არ ვართ ამ პირიქით არც ორთქლში არსად არ ვართ აი ესე ჩააჭერ თუ არა გაიგო თავისით ორივე ფარი იორთქლებს არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ორივე ფარი არის დაორთქლილი. მესმის, კი ბატონო, ბევრი იძახის, რომ არც გარეცხვის დროს არ უნდა იორთქლებოდესო, მაგრამ აი დამერწმუნეთ მაგას მე ყურადღებას აღარ ვაქცევ, იმიტომ რომ ყველა ახალი მანქანა რო შედიხარ და რეცხავ, ნუ იორთქლებს იმ ფარს. კაი, იორთქლებს გამოხვა მერე ჩვეულ ფორმას უბრუნდება, ანუ ვიზუალს. ამ შემთხვევაში გარეცხვა კი არა, დავდივარ და იორთქლებს. ანუ როგორც კი აქ რაღაცა სიცხე, რაღაცა სითბო უბერავს, არ ვიცი რა, სატრაკიდან შედის აერი და ორივე ფარი არის ნამტირალევის სახე ეჩითება. აი თითქოს რაღაცა დაზეთილია იმენა, აწყენინა ვიღაცამ და არ მოწონს მე რასაც ვიძახი ამ მანქანაზე და ცრემლები მოადგა თვალებზე. არ ვიცი რატო ხდება ეგ ყველაფერი. 800 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ მოკლედ დრიფტშიც გავტესტე, გადავთვით, მაინც გავარტყი ხელი რომ გადაერთო და ასე შემდეგ და ნორმალურად მუშაობს, კარგად მუშაობს. ერთადერთი სპორტული თვალსაზრისით დამაკლდა ის, რომ აი ძველ GTS-ში რაც მომწონს არის, რომ აი ეს მანქანა რო იძვრება, სულ მაგას ვიძახდი, კვარაცხელიას GT-ი რო გადავიღე, ჩვენი GT-ი, GTS-ი რო ყავდა, აი სულ იმას ვიძახი, რომ ეს მანქანა რო იძვრება, ეს გადაცემათა კოლოფი განიჭებს იმ სიამოვნებას, ანუ იმ განსხვავებულობას, რომ აი თითქოს ყველა კბილანას გრძნობ როგორ ტრიალს ეს სიკვდილის მანქანა ნელ-ნელა მოძრაობაში მოდის და აი უეჭველი ვიღაცას დაენძრა, რაღაც უნდა მოხდეს, აი ამ განწყობით ხარ და მაგიტო ვიძახი, იმ მანქანაში როგორც კი დაძრავ, ეგრევე მოჭიმული ხარ. აქ უკვე კომფორტულად შეგიძლია თითით ესე დეში ჩამოვარტყა, იმიტომ რომ ახ აღარ აქვს ბერკეტი, აქ უკვე საჭესთან აქვს. ჩამოვარტყავ და დეთი ადამიანურად დაძრავ შენთვის წყნარად, შარვალ კოსტუმით, აი ლამაზად, გასუფთავებული, დავარცხნილი, გაპატიოსნებული, შეგიძლია იარო ამ მანქანას. იქ არა, ის არის მენა ზეთის გადამამუშავებელი ქარხანაა მოიქოქ, არავის საწვავით, ცისტერნით უნდა შეიასხა ტრაქში და იბაბანო ტრეკზე. მაგრამ ეხლა რასაც ვიძახი, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს სუდი მანქანა არა, ძალიან მაგარი მანქანაა. უბრალოდ ჩემი სიტყვები გავამართლე, რომ ეცადნე რომ Porsche-ს დამსგავსებოდა. იმიტომ Porsche ზუსტად ეგეთია. აი საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო AMG GT-რთან. საერთოდ წინა მოდელთან და აი ეს და 911 უკვე გვანან ერთად. ჩვენ Turbo S-ს გადავიღე და იქაც ლამაზად სუფტად ზიხარ, დადიხარ. მოწესრიგებულად არ ძრავის ხმარ არც გადაცემათა კოლოფი ვერ. ხო, ეგეც არის ვერ, მაგრამ ნუ დაუშვათ. როდესაც მე იმენა გადაწყვეტილად მივდივარ და ფულს ვიხდი იმაში, რომ ყავდეს სიკვდილის მანქანა, მოკლე პავადოგზე და ერთი სული მქონდეს, რომ აი აუშვა და დედამ გზაზე რაც შეხვდება ყველაფერს, აი პატარა პიტბული რომ მინდა რომ ყავდეს, აი მან ცოტა მოიკოჭროს რა პიტბულის რა გითხრა მაგრამ აი დობერმანს და კაჩავს რა აი ცოტა ესე რომ დაუძახე მოვა რა შეიძლება არ გიკმინოს და პიტბული როგორი უნდა იყოს პატროსო თავის საკუთარი ზაღლის ეშინია ეგრე იყო ძველი GTS-ი და ეს უკვე შეგიძლია ცოტა თავზე ხელი გადაუსვა ღრენას რო დაიწყეს რომ გადაუსვა შეიძლება გაჩერდეს და მე მინდა რომ ხელი მოგაჭამოს ანუ ეგ არა აქვს
შეატყეთ ალბათ რომ იქ მზე ჩადის, ჩვენი დრო იწყება, უკვე ღამის ტესტ-დრაივი უნდა გავაგრძელოთ, ვნახოთ როგორ დადის ღამე ეს ავტომობილი, როგორი სილამაზით გამოირჩევა სხვა მანქანებისგან და რა თქმა უნდა ცოტას მაინც ჩავაჭერთ ისე ჩვენ როგორ გვიყვარს. როგორც გვიყვარს. როგორც შეატყეთ მზე ნელ-ნელა ჩაედინება გორის იქით და ჩვენ უკვე ღამის ტესტ-დრაივი უნდა გავაგრძელოთ. How is this driving gრძელდება? ესე ლამაზად ანათებს ჩვენი Mercedes-ი შიგნინა ყველაფერი განათებულია, მოკლედ აბდღუიალებულია მთელი სალონი. კარგია, კი ბატონო, ეს დიდი მონიტორიც მომწონს ღამეს აკაიფოთ ანათებს ლამაზად. აქ დედამიწას რო ხედავ, ეგრე კი არა იმახსოვრებს ამ მანქანას და სადაც ერთხელ აწევთ, ცხვირის ამოწევა აქვს, რომ ამას არ გამოედეთ. დაგდებული რამე რო იყოს, ამოშვერილი რო იყოს, რო არ გამოედო. იმახსოვრებს და იმ ადგილას უკვე შენით მექანიკურად აწევა აღარ მოგიწევს ღილაკის დაჭერა, თავისით დამახსოვრებული აქვს და იმ ადგილას რომ მიუახლოვდები თვითონ აწევს მანქანას და შენ წყნარად კომფორტულად გაევლი. ასევე სალონის ტესტი, არაფერი არ ჭყრიალებს, არაფერი, არანაირი პრეტენზია არ მაქვს სალონთან. ყველაფერი საკაიფოა გაკეთებული. კიდე არ მინდა გამორჩეს head-up-ი აქ, დაამატეს, ძველ GT-ს არ ქონდა head-up-ი. Head-up-ი დაამატეს და 1.50.000 ევროც მოუმატეს. მიხუიასივე იმენა ნაოროტკები. ასევე გაზომვა აქვს. აქ რო შედიხარ, drag race რო აირჩევ, იქ შეგიზომოს თვითონ, გავიგეთ რო ტრეკზე უნდა ვქნათ ყველაფერი. შეგიძლია დააჭირო და იქ დროებს აჩქარებს და რაღაცებს თვითონ გიზომოს აგერა ყველაფერი. აჩქარება, მეოთხე დიმილი მუხრუჩსაძო ყველაფერს შვება რაც გინდა მოკლედ დაამატეს. მე მგონი დროა ჩავაჭიროთ, იმიტომ რომ ყველას საინტერესებს როგორ დადის, როგორ აჩქარდება, როგორ დაილანჩება და ნუ საერთოდ როგორ შეგრძნებებს დატოვოს. კიდე მაინც არ მინდა გამორჩეს, იმიტომ რომ არ მithქვამს, ხედვის არეალი მაქვს ძალიან კარგი, ყველაფერს კარგად ხედავ. გვერდებზეც და წინაც, იმიტომ რომ უკვე ერთხელ აღვნიშნე რომ ძალიან ქვევით რომ მოინდომო ამ სავარზე მეც ვერ ჩადიხარ, ამ ცოტა ზევიდან იყურები და აქედან გამომდინარე ყველაფერს იდეალურად ხედავ. სანამ აჩქარებას დავიწყებთ, კიდე განახევთ. აჰა, კიდე არის, მოიცა, ვარემ, იქით ხარესაც არის კიდე. აჰა. კლასიკი, ეს იმენა რაღაც ზედმეტად კლასიკურია. წითელი მომწონს რა, ცოტა რო არ მოდუნდე, რო არ მოგდატუნე. ეგ ბუხასავით გაგიჟდე, წითელი ჩქარიფერია. მოგეთ 0-დან 100-მდე წავჩქარდეთ, 100-200-იც ვნახოთ, როგორი ვლის ჩვენ პირობებში. GTS-იც ძველი GTS-ის აჩქარება 7.5-ი. GT-რის არის 6.5 და მოდი ახალი GT63-ის აჩქარებას ვნახოთ 100-200. ეს გაკეთებული არ არის, თავიდან ბოლომდე ქარქმულია, ანუ სტოკია, ხელი არ არის დადებული არაფერზე. არც პროგრამა არ წერია, არც კატალიზატორები არაა გამობრტყნილი, არც ჩატე დისკები არ აყენია პატარა ზომის, ანუ ქარხნა როგორც გამოვიდა ზუსტად ისეთია. ეხა აქ გააქტიურებულია, მოდი ეხა მოცურებაც გავთიშოთ. მანუალში არ გადავიტან, იმიტომ რომ მოდი თვითონ გადავხტოს, ვანდოთ, გვანახოს მანქანას რა შეუძლია. თავისი გაზომვა და ისენი დავიკიდოთ ფეხებზე, იმიტომ რომ ყველა მანქანას ჩვენ ზომავთ ხოლმე ჩვენი აპლიკაციით, ჩვენი მოწყობილობით, დრაგით. ეხა დავუკავშირებ დრაგს. რაღაც მომენტში ცოტა ჩაახველასავით, თითქოს რომ დავძარეთ. არ მომეწონა, ცუდი აჩქარება იყო ეს ახლა. თითქმის 4 წამია. 3.5-ში უნდა გავიაროთ. ერთი კიდე უნდა ვცადოთ. ცოტა მეც ბუქსაობს, კი 4-ვე წამყვანია, მაგრამ მაინც მერს ბუქსაობს. 0-100, 3.91.
869. რვა 74. ხო, ნუ რუიანში დადის, აბეშ. დიდად გაკურებული არ ვარ, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა რომ რაღაცას რომ ვამბობთ, აუცილებლად უნდა რაღაცით დავასაბუთოთ ეს ყველაფერი. ანუ ფაქტები გვჭირდება. ფაქტებმა ისაჩვენა რომ ესელი რომ გადავიღეთ გერმანიაში, ისიც 8-თან, ანუ 8-ში დადიოდა 100-200 და რეალურად ეს და ესელი 63, ანუ ერთი და იგივე მანქანაა. ანუ ერთი და სალონში აი ზუსტად იგივე არის. მაგით თუ არის რამე თუ დაგაკლდათ, აი მონიტორზე ლაპარაკი თუ დაგაკლდათ, ამ ვიდეოში შეგიძლიათ ესელის ვიდეო ჩართოთ და ზუსტად იგივეა ყველაფერი. ანუ ერთნაირად დადიან, ერთი და იგივე მანქანაა, ერთი და იგივე სისტემაა, პერფორმანსი ერთი და იგივეა, უბრალოდ ის არის ნაჭრის სახურავით, ანუ კაბრიოლეტია და ანუ ეს არის ჰარტოპით, ანუ ეს არის კუბე ჩვეულებრივი. ყველაფერი იგივეა, ერთი და ანუ მართლა ყველაფერი იგივეა. წინა და უკანა ფარებშია სხვაობა. დანარჩენი არის ერთი და იგივე. Copy paste. შეჯამების დროც დადგა, მაგრამ უკანა სივრცე უნდა განახოთ. განახოთ იმას ნიშნავს, რომ მე უნდა ჩავეტენო უკან, რომ მიხვდეთ რამხელა სივრცეა ამ მანქანაში. ისეთი შეგრძნება მაქვს ბავშვობაში პადვალში რო ჩავდიოდი ხოლმე, აი ეგრე უნდა ფანარი რამე, შეძლო იქ რაღაცა ვითხრამ გაირბინა. კომფორტულად ხარ? ჩემი კაი. თავს ვერ შლი. რა ეს ღირსი ხარ. მე დახურ, აი, ჩემი კაი. აი ხა რომ მიმაჭყელდა და მიხვდა და წინ წავიდა, მოგეთ. ტრაქს ვერ ვდებ, აერში ვარ, ერთი წამი. კაი, გადმოეთ. მუთი არ გაგეჭიმოს. მაინტერესებს მართლა თუ შევძნა, არა, ვერა. არ ვღადაო, ტრაკი აერში მაქვს, უნდა გადავწიო. მოგეთ. თავის თუ ჩანს როგორ ვარ. ჩემ ვიდეოებს ვინც ადევნებ თვალყურს გემახსოვრებათ რომ წლების წინ ყავდა ერიკ 7 პატარა იმაზე ვღადაობდით 2+2 სკამია მეთქი და აი ძალიან პატარა სკამი იყო ეხლა მივხვდი რომ იმ სავარძელში მართლა ჩაეტეოდა ბავშვი მაინც ისე რომ მესამე ადამიანი შეიძლება ჩაგეკუჭა მაგრამ თუ ბავშვზე მიდგებოდა საუბარი ეტეოდა იქ აქ უბრალოდ აი წარმოუდგენელია რომ ვინმე ჩასვა. SL 63-ის ვიდეოს ნანახი გექნებათ გერმანიაში რომ ვიყავი და იქ ჭერი მაინც ეხდება და 4-ად მოკეცილ კაიბის მაინც ჩასვა, იმიტომ რაღაცა მოკუცხული იქნება, თავი ჰაერში ექნება. აქ გამორიცხულია. აქ სივრცე საერთოდ არ არის. თუ არ ვწდები იმ ვიდეოშიც თქვი და ამ ვიდეოშიც აი ამ მანქანაზე აუცილებლად უნდა ვთქვა ის რომ უკან აი ამ სავარძლებს ჯობდა რაღაც კარგი დიდი სათავსო ქონოდა. ანუ ისეთი რა, ქურთუქს რომ მიაგდებ, რაღაც ლეპტოპს რომ დადებ, სპორტულ ჩანთას რომ შეიაგდებ. ეხლა გადავიდეთ უკვე შეჯამებაზე და შეფასებაზე. ერთი ჰელთას მოვსვამ, იმიტომ რომ თქვენთვის ერთი ვიდეო, მაგრამ აი იმენა ერთი კვირა ეს მანქანა ყავს. უკვე ჩემი მგონია, იმდენი ხანია ვიღებთ ამ ამინდის გამო. აი ამ ერთ კვირაში აი ამ ფარებს ვერაფერი ვერ უშველეთ, ვერც მარჯვენას, ვერც მარცხენას, ვერც მარჯვენას. რომელიც აი ეს დაურთქლია. რამდენი ვიღაცა შეგვდა სწორი დავდეთ მეგობარს ჩაუგდეთ რომ ნახე ახალ მანქანას ვიღებთ და ასე შემდეგ, ან ვიღაცამ გამოიარა ნაცნობა და შეხედა, ყველა მაგას გვეკითხება რა ჭირს რატოა დაურთქლილი ფარები. არ ვიცი, დაურთქლილია. ეხლა მინდა მოვიშველიო M5-ის ვიდეო. ბოლო M5-ის ვიდეო რამოდენიმე ხნის წინ დავდეთ, ანუ ერთ-ერთი ბოლო ვიდეო არის და შეფასებაზე გადავდივარ. ანუ რაც მაგ მანქანაზე ვთქვი, დაახლოებით იგივეს
თქმას ვაპირებ ამაზე. ანუ როგორც მანქანა, ის M5, როგორც ახალი BMW ძალიან მომეწონა. ჩვენ ერთად მე და მდინარაძე, კარგა საკმაოდ, კარგად შევისწავლეთ და ზოგადად ტესტ-დრაივს რო ვიღეთ, ხო, დიდი დროის გატარება გვიწევს იმ მანქანასთან და შევისწავლეთ და ვაღიარეთ, რომ M5-ის გაგრძელება არ არის. უბრალოდ კარგი მანქანა იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ამაზე. და რატო? ანუ GT-ის გაგრძელებას თუ აპირებ და აკეთებ და უშვებ ახალ მანქანას, მაშინ უნდა სუფევდეს იგივე სული, ან უნდა ტრიალე, ის აურა უნდა გააჩნდეს, ის პერფორმანსი უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. ანუ იგივე მანქანა უნდა დახვეწო და გამოუშვა და აქ როგორი რაღაცა ისი კაი ცხოვრება შეგვაჩვიეს და მე ეკრანი გადაგვიკეტეს. არა, ეგრე არ შეიძლება. ანუ წინა თაობა GT შემოგთავაზოს აი ზეიდეალური და მე რაღაცები ამოაკლეს და გეტყვით რატო ამოაკლეს და რატო ამოაკლეს მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ მე რა არ მომწონს მაგას გეტყვით. რეალურად ეს მანქანა არის SL და SL-ზე გაცილებით ძვირი ღირს. მაშინ რაღაცომ ახდევინებ უფრო ძვირს თუ SL-ს მაძლევს ხანაირად შეფუთულს. ანუ ფარების შეცვალე და რა მაგოიმებ, მაგის და თუ რა ხდება. იმიტომ რომ შენ თუ იხდი $200,000 ამ მანქანაში და ამოიღეს ის ყველაფერი, რაც განსხვავებული ქონდა წინა GT-ის, იგივე მშრალი კარტერი, იგივე კოლოფი უკან, იგივე რობოტი, ანუ რობოტი გადაცემათა კოლოფი ეყენა, მთელი მუღამ ტრეკ-რედი მანქანა იყო, წონა ნაკლები ქონდა. ანუ ძალიან ბევრი რაღაც ქონდა, რის გამოც მე ვთქვი, რომ ერთ-ერთი იდეალური სპორტული ავტომობილია და Mercedes-ი ვისაც უყვარდა და უნდოდა რომ განსხვავებული აი სუპერქარივით მანქანა ყოლდა, ოღონდ Mercedes-ი ყველა არჩევდა GT-ს. ანუ GT-S-ი შეიძლება იყოს, მაგრამ GT-ი იყო, GT-ი, ანუ სიტესლე. ჩვენ ახლა რა გავიკეთეს? ფული დაგვამატებინეს და შემოგთავაზეს SL-ი. მაგარი მანქანაა, მაგრამ მაგ გადაწყვეტებას მე პირადად არ მივესალმები. თუ მაინც და მაინც ძალიან მოგწონდა თვალს კუჭავდა პრობლემა არ არის თანხა თქვენთვის და ფიქრობთ იმას ვიყიდო თუ არა, მე გირჩევთ რომ იყიდოთ. ანუ თქვენ თუ ფული არ გენანებათ ამ მანქანაში რაფას ზღირს, პირდაპირ გეუბნებთ მაგრა იკაიფებთ. მე ვისიამოვნე ამ მანქანის წარებით, ვიზუალურად ძალიან ლამაზია, ფარებსაც არ ვიცი, პატარა ერთ-ორ დირკას დავადევდი სვერულთი, გავხრიტავდი რომ არ დაიერთქოს და ნუ ერთისვე ძალიან კარგი მანქანაა. მე პირადად რაც ძალიან არ მომწონს ამ მანქანაში, შეიძლება ვიღაცა ყურადღებას არ აქცევდეს, მაგრამ აი მე ჩემთვის აი ყველაზე დიდი მინუსი არის აი სახელურები. ნუ ჩემთვის არის კატასტროფა სახელურები, იმიტომ რომ იგივე 911 რო ავიღოთ, ძალიან მარტივად აქვს. ქვევიდან პატარა ჭრილი აქვს, ხელშეყო და გააღებ მექანიკურად. არ ჭირდება სპორტულ მანქანას ესეთი მაშინ პრისოსკამ რა დააშავა. თუ ეს ამორტიზატორებზია და ასევე ბერკეტი სახელური რაც არის, მექანიზმი აწვება რომ გამოვიძას შენ ხელი მოგიდო, მაშინ ყოფილიყო პრისოსკას, რა თუ კომფორტია, კომფორტი იყოს. ვალდებულად თვლე თავს რომ ეს ყველაფერი გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ თუ M5-ს მივაჯვით ცოტა, იმიტომ რომ ძველ მოდელს F90 აი ძლივს ასწრებს, ხვირს უყობს, ზუსტად იგივე არის აქაც. ეს ვერც ასწრებს. ეს ვერც, ნუ ადგილიდან გაასწრებს, იმიტომ რომ 4-ვე წამყვანია, ხა ის M5-ები 2-ვე 4-ვე წამყვანია და ის ხვირ აი ამდენით ასწრებს ახალი, ხო, იმ ძველს და ამ შემთხვევაში კი ასწრებს ეს, მაგრამ ცხენის ძალებით და მონაცემით, ნუ ვერაფერი, გაგორებული და ვერაფერს ვერ იზავს, ანუ ადგილიდან კი ბატონო გაასწრებს. იმის თქმა მინდა რომ აი აქ GT 63 რო აწერია, GT რო მოხსნა დელი მანქანა, აი ძალიან მაგარი მანქანა, მაგრამ GT რო აწერია, რა სიზავ ხა ყველაფერი შედარებითია ამ ცხოვრებაში და ფულს რო რაღაცაში იხდი, მაინც გაინტერესებს და ადარებს სხვა მანქანებს და მით უმეტეს ამის რაღაცა ყოფილ იმას აქვე გამოშვებას, ხო, უფრო ამის მამას უნდა შეადარო ძველ GT-ს. ამ ძრავზე ჩვენ რაც საქართველოში ვქენით, აი კონკრეტულად დინარაძე ავიღოთ, იმიტომ რომ ყველანაირი ექსპერიმენტი ჩაატარა და ნუ რა თქმა უნდა ერთად ვატარებდით და ანუ ძრავი ვერ გავაფუჭეთ. ნუ იმას რო თავი დავანებოთ, რომ ვალონზე ვამუშავეთ და კითხვები, ანუ იმეს თუ კითხვა გაქვს, რაზეც ასხავთ. ყველა მანქანაში გვისხია ვალონი, მაგრამ წნევა ეს, აბა დიდი ტურბო, აბა უფრო დიდი ტურბო, აბა იმაზე დიდი ტურბო, აბა სპირტი, აბა სიცხეში, სიცივეში, წვიმაში, თოვლში, აბა გვეჩქარება შეჯიბრი, ყველაფერი უკენ. კი ბატონო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ იგივე ძრავს მაძლევ და 100,000 ზევი და მიმატებ. არა. კოლოფიც უნდა, მშრალი კარტერიც უნდა
წონის გადანაწილებაც უნდა და ყველაფერი უნდა, იმიტომ რომ ფულს ვიხდი. მაგრამ მე რომ ბევრი არ გავატრაკო და დემაგოგობაში არ ჩამეთვალოს, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ არის თუ არა ეს ავტომობილი SLR-ის შთამომავლობა. ანუ გააგრძელებს ეს შთამომავალი არის მაგ SLS-ის, იმ ძველი GT არის, თქვენ გადაწყვიტეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავსვა, მანქანა ძალიან მომეწონა. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, დანარჩენს უკვე კომენტარებში წავიკითხავ, მაინტერესებს თქვენი აზრი, მოგწონ თუ არა ეს ავტომობილი, დაალაიქეთ, კომენტარები რა თქმა უნდა დაწერეთ, ვკითხულობთ და ჯერ კიდევ ვინმეს არხი გამოწერილი თუ არ გაქვთ, გამოიწერეთ არხი. და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამ ავტომობილის პატრონს, რომ გამოგვატანა ეს მანქანა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავსვა, რამოდენიმე დღეა ვყავს, თითქმის ერთი კვირა ჩვენ ყავს ეს მანქანა, რომ გადაგვეღო ისე როგორც ჩვენ გვინდა და მით უმეტეს გაგვეცნო ისე როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ განსხვავებული ავტომობილია და ეს კლასი, ანუ GT სერიების გაგრძელება ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. რა იცი რა ხდება იქნებ, ერთ დღეს ჩვენც მოვაგდოთ და ესეც გავეწონიდოთ, კი, ცოტა რომ გაიახდება და აი ესე რა საყვალოთ რომ მიამტროს ვიღაცა და ჩამოვიყვანთ აქ მივხედავთ უკვე. დღეისათვის სულ ეს იყო, მე ვარ გიორგი სარიშვილი, თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დროებით. ჯამისორაშე. ეი, გველი მყავხარ, გველი. წეს გამოიმუშავებს 700-ს არა, მოვინდომე. და ძველ GT-ს უტრიალებ, იმიტომ რომ მაგის გაგრძელება ეს მაინც არ გეგონოს, რომ გინდა თუ არა იმას ვადარებ. კი, ვადარებ, მაგრამ აი ხო, კაი. და წარმოდგენა არ მაქვს, სად გასტესტეს. ესე? თმა გავისორო. ტალავერი. კაია.